მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს უნდა ვნახოთ One Punch Man-ი პირველი სეზონის მეორე სერია. სიმართლე გითხრათ, პირველი სერია საკმაოდ კარგი იყო. ვნახოთ რას უნდა ველოდებოდეთ მეორესგან, იმიტომ რომ საიტამამ, ყველა ვარიანტში უნდა იყოს ისეთი მოწინააღმდეგე, რომელთანაც გამკლავება გაუჭირდება. მაგის შანსი არა. ამავე სეზონში, პირველი ბაშში. არა მგონია ახლა პირველი სეზონი იმაზე იყოს, რომ რა ქვია რა საიტამა სუსტ მოწინააღმდეგეებს ებრძოდეს, რაღაც მომენტი უნდა იყოს ასეთი. და მე ვარაუდობ, რომ ამ სერიაში იქნება ზუსტად ეგ. ასე რომ ხო, სათაურებს როგორც წესი არ ვნახულობ, იმიტომ რომ ფინალში მაინც აცხადებენ, თუმცა ახლა გახმოვანება შევცვალე და ვნახოთ თუ გამოაცხადებენ თუ არა და აქვე მაქვს სათაური და ვნახავ. კაი. აღარ მოგაცდენთ, დავიწყებთ. ბოდიშით პატარა შეფერხება მქონდა, დავიწყოთ ახლა. One Punch Man-ი პირველი სეზონის მეორე სერია 3-2-1 დავიწყეთ. წელს ამ ქალაქში ამდენი კოღო რატომ გამოჩნდა? ჩვენ ეს შეკითხვა კოღოთა ექსპერტს დავუსვით, რომელსაც მათ შესახებ არაერთი წიგნი აქვს დაწერილი. მადლობა ექსპერტს. თქვენის ნებართვით პირდაპირ პრობლემაზე გადავალ. კოღოებში ახალი სახეობა ჩამოყალიბდა. მათ შესახებ მეც კი არაფერი არ ვიცი. ხო და დაახვიე. ბოდიშ ვიხდი. ქალაქი ზეტიც? ანუ კოღოების ეპიდემია გვაქვს. ჩვენს გადაცემას სასწრაფო ამბებით ვასრულებთ. ქალაქ ზეთში კოღოების უზარმაზარი დაჯგუფება შეინიშნება. ფერმებში თავდასხმის შედეგად მიღებული მსხვერპლი უკვე შეინიშნეს. თუ უცებ კოღოების ჯგუფს დაინახავთ, სასწრაფოდ გაიქეცით. ვაუ. ვერ მოკლა. ვერ დაიჭირა. აუ, ახლა თუ ისეთი სერია იქნება, როგორც ბუზი ძიმენონა შოუიდან. ეს რა შit. ახშენი. ის რა. საგანგებო ევაკუაცია. საფრთხის დონე დემონისებრი. მაცხოვრებლებო, სახლიდან არავითარ შემთხვევაში არ გამოხვიდეთ. ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში. მიზანი ნაპოვნია. მეორე ეპიზოდი მარტოსული კიბორგი. მარტოსული კიბორგი. გახმოვანებულია მაიკადრე წერტილი კომისათვის. საინტერესოა. მოდი ეს გადავახვიოთ. ეკონომია გავაკეთოთ წუწნახევრის. ხო, ახლა გამოაცხადეს. არ მახსოვს წინასწარ დასაწყისშიც გამოაცხადეს და ბოლოში თუ მარტო ბოლოში, მაგრამ გამოაცხადეს მახსოვს. ევაკუაციის გამო მაღაზიებში არავინაა. თითქოს კოღოების ბრბოს ვინმეს მოკლა შეეძლოს. ამას შეხედეთ, რამდენი რამ დამიგროვებია. კოღოების ბრბოს მართლა. ქარმა დაუბერა? ეს რა არის? ვახჩები. კაი. კარგი რა. ვერ ვიტან ასეთ სერიებს. თუმცა ანიმაცია ყოველთვის კარგი აქვთ ხოლმე ასეთ დროს. ეს რა ჯანდაბა, კოღოების დედოფალი? კარგით რა ცოტა მოგიგროვებიათ. მეტი მოიტანეთ. საკმაოდ ლამაზია კოღოსთვის. მიზანი ნაპოვნია.
ესაც შენი რობოტი. გასაგებია. ისინი სისხლსოვენ, შემდეგ კი ყველაფერი შენ მიგავს. ანუ რაღაც გზით მითითებებს უგზავნი. ამით მათი უჩვეულო ქცევა იხსნება. თუ შენ მოგიშორებ, მთელი ჯგუფიც გაქრება. ფაქტია. შემდეგმა კერძმაც მოგვისწრო. ნუ ძვლებამდე გაქრება ერთია, მაგრამ შეიძლება, რავი, აალება. მაგრამ არა ხო, მართალს ამბობს. არა, ჯგუფი გაქრა. პირველ რიგში. ახლა კი შენი ლიკვიდაციის დროა. არ გაინძრე. ჩემს ლიკვიდირებას აპირებ. მიდი, სცადე. გამოუვა მგონი. მოკლა ამან. დაგიჭირე. არა. თქვენი დედას ყოღოებო. სვეტში. არავის უყვარს კოღოები. წარმოიდგინეთ რადონის საშინელება არის რომ საიტამაც კი ვერ გამკლავდა. აალება. შემდეგი შენი ფეხია. შემდეგი შენი ფეხია. შევიგაიაკა. ისე кайსა, ხოცით ამ ტიპს დიზაინი. აზრი არა აქვს. ჩემგან ვერ გაიქცევი. კარგად ისე გამოიყურება. ეს აქ საიდან გაჩნდა? ასეთი ეს ტიპის ბოლოს რობოტს. მომიღებს. ხო, ხალხი სახლში დამალულა. მაგრამ გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ცხოველია. ცხოველები. ყველანი ჩემთან მოდით. ყველაფერი მომესით, რაც გაქვთ. ძალიან ბევრია. თუ მისი შესაძლებლობები არა მხოლოდ ქალაქს, არამედ მის ფარგლებსაც სდება, მაშინებს მხოლოდ კვებისთვის არაა გამიზნული. ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავწყვიტო. აპა მოდი აქ. შენთან ჯერ აქ გამოვიდა. ეს ვინღა? ფუ, პირში შემიძლა. მის დედაც. ეს რა არის? ყოღოები? აჰა. ეი შენ. სასწრაფოდ უნდა ევაკუირდე. არ სჭირდება. შეგამჩნევენ მაშინ თავს დაგესხმიან. მართლა? რა საშინელებაა, მაშინ უნდა გავიქცეთ. არა, შენ უნდა გაიქცე. საღო შევიკაი რა ხება აფეთქება მომაწყო. რადგან ლაპარაკი შეგეძლია, ვიფიქრე რომ ადამიანზე სუსტი ინტელექტი არ გექნებოდა. მაგრამ შენ უბრალოდ წერი ყოფილხარ. ყველა ყოღო ერთ ადგილას შეკრიბე, ასე მათი დაწვა უფრო ადვილია. სანამ შეგავსებთ რაიონში 500 მეტრის მანძილზე აბსოლუტური სიცარიელე იყო. კაი. მაშინ კაი. რათა გარშემო ყველაფერი მშვიდად დამეწვა. მაშინ ჯიგარი ხარ. ჯანდაბა, ის ბიჭი. ვაუ. მადლობა რომ გადამარჩინე. მაგარი ხარ. როგორ გააკეთე? ყველა ერთდროულად გაჭლით, ხუმრობას ხომ იხდი? და არც კი უფიქრია რომ ეს შეიძლება და არ ყოფილიყო. ის ბრბო მე აღარ მჭირდება. იცი? შეიცვალა.
იმიტომ რომ ისედაც ქვეყნის ძალა მაქვს. რა მოხდა? კოღოს გაჭრედაც კი არ შეგიძლია? რა ჩემი გაი დაშალა მარტივ გამრავლებლად. მაგრამ რობოტია. შეიძლება აწყობა. რაც უფრო ბევრ სიცხეს იწოვს, მით უფრო ძლიერია. ხო, მაგრამ ახლა კი თავის მოკვეთის დროა. საიტამა უშუალეს. კოღოებს ვერ გამკლავდა, მაგრამ ამას ხო გამკლავდება. თუ ეს განადგურების მეტი. ოუ. არაფერი დამრჩა. არა, დაგჭა. მაპატიეთ. დაგჭა საიტამა მოვა. აბარა. კოღოები მაღიზიანებენ. ვიცით. შეჭერდი. გთხოვ, შენ სახელი მითხარი. საიტამა. საიტამა. მინდა რომ შენი მოსწავლე ვიყო. რა? ო, რა თქმა უნდა. გაიქცევა. რა? ვერ ვიხვდები. გულია მაიკადრე წერტილი ნუ ხო, კომისიის. ხდება ხოლმე. კაი, პატარა მონაკვეთი. თუ რამდენი ხანი გავიდა? ნახევარი გავიდა უკვე სერიის. სენსეი, უკვე სენსეის. მე როგორც ვატყობ ვარ უთხრა. რა თქმა უნდა ახლა. მართლა მოხვედი? რა ქვია? დაიბარა? გენოსი, საიტამა სენსეი. გენოსი. შეგიძლია სენსეი არ დამიძახო. ოსტატო, არსეგ. რომ დალევ სახლში წადი. მოსწავლეებს არ ვეძებ. მოიცა. ნაკაზრიც კი არ გაქვს. დიახ. თითქმის მთელი ჩემი სხეული ხელნურია. თუ ნაწილები თითქმის. ბადვილია. უცნაური ხარ. ამიტომ რობოტიც არა. ხელნური ნაწილები სად არის? არსად? ანუ ეს კანისფერი ჩაფხუტი არ არის? არა, ჩემი კანია. ასეთი ახალგაზრდა ხარ და მელოდი? მე რა რომელოტი ვარ, რამე პრობლემები გაქვს? პრობლემები? ჩემი პრობლემის მოსმენა გსურთ? არა, გმადლობთ. ისეც ცოტა არ იყოს ფსურს. სინამდვილეში 4 წელში ჩვეულებრივი 15 წლის ბიჭი ვიყავ. საერთოდ მისმენ? გაჩვენე საიტამა მებსმენ. ჩვენს ოჯახს 7 და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ქალაქს შეშლილი კიბორგი დაესხა თავს. შეშლილი კიბორგი. ფიქრობს ხელში გადატანის დროს დაზიანდა. ის თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. პარკებს, სკოლებს, ოფისებს, ჩემი სახლიც კი. და ამასთან ერთად ჩემი ოჯახის სიცოცხლე შეიწირა. სასწაულებრივად გადავრჩი, მაგრამ მაშინ მე მხოლოდ 15 წლის ვიყავი. 15 წლის მარტოსული ბიჭი უნდა განადგურებულ ქალაქში. მაშინ კი გამოჩნდა დოქტორი კუსენო, რომელმაც სიმკვდილს გადამარჩინა. დოქტორი კუსენო სამართლის მეცნიერია. მისი მისია განადგურების შეწყვეტა იყო, რომელიც კიბორგს მოჰქონდა. მე ვთხოვე, რომ ჩემზე კიბერნეტიზების ოპერაცია ჩაეტარებინა. ამის შემდეგ კი მე კიბორგი გავხდი, რომელიც სამართლის სახელით იბრძვის. დოქტორ კუსენო შეუპირდი, რომ ამ კიბორგს გავანადგურებდი. გასაგებია. უკვე 4 წელი გავიდა. ეხლა 19 წლის ადამიანი ვარ, რომელიც ქალაქში დადის და ბოროტებას ანადგურებს. იმდენი ურჩხული და ბოროტმოქმედული ორგანიზაცია გავანადგურა, რომ სათვალო უფრო პატარა ყოფილა, ვიდრე მე მაგრამ მეგონა. შეშლილ კიბორგზე ვერავინ ისრობა ვერ მოუწია. ჩემზე 1 წლითაა და დიდი. ძალიან დავამწუხრა. კიბორგის დევნაში მუდამ მტერს ვეძებდი. წინა კვირას, როდესაც კოღო გამოჩნდა, ყურადღება გამიფანტა. კიბორგის დამარცხებაზე ფიქრისგან მტერს საკმაოდ დაუფიქრე და დავესხი თავს. შედეგი იგი თავად ნახეთ. მოწინააღმდეგე ძალაში მაჯობა. თქვენ რომ არ საიტამა სენსეი ნამდვილად ჩვენს გამხეჩდნენ. საიტამა სენსეი. გადაარჩინეთ. ერთხელ დოქტორ კუსენომ გადამარჩინა, ახლა კი თქვენ საიტამა სენსეი. ცოტა სრული უფრო გაძლიერდა. მე არ მოვკვდები, სანამ კიბორგს არ დავუმკლავდები. ბოროტებასთან ბრძოლას კვლავ განვაგრძობ. სანამ ეს თავად არ გამოჩნდება ჩემს წინაშე. უფრო ძლიერი უნდა გავხდე. როდესაც წინა კვირას თქვენი დარტყმა ვნახე. მაშინ რომ მივხვდი, რომ მოსწავლედ უნდა დადგომო. წინა კვირას ერთი კვირა გავიდა უკვე. ისე ძალას რო ფლობდე, როგორცაც თქვენ საიტამა სენსეი. მერთო სენსეის თუ ვარ უძახი. ვკლავდებოდი. ხოლო ბრძოლა მარტო მე არ მჭირდება. ეს ყველაფერი დოქტორი კუსენოს და ჩემი ქალაქისთვისაა. ის რომ გამოუცდელი ვარ.
მაგრამ უზარმაზარი ძალა სასწრაფო ჭირდება. შევიგე საიტამა მაგარი კრინჯია მომენტებში. გაჩერდი 20 სიტყვაში ვერ ჩაეტეოდი? გოგო გოგონა გაანადგურეს. ოპა. მხოლოდ ერთი დარტყმით. კარგი, ის ოპა. მხოლოდ პროტოტიპი იყო. პროტოტიპი იყო. და შიშველი რატომაა? ეს. არავინ იცის. კარგი არ აქვს მნიშვნელობა. მისგან კარგი ნიმუში დადგება. ძალის გამოყენება რომ დაგჭირდეს, უნდა გამოვიკვლიოთ. მოწვევა გაუგზავნეთ ვინ არის? ჩვენს ევოლუციის ტაძარში. საინტერესოა. შევამოკლე. შევამოკლე. თხოვს მითხარით როგორ გავხდე ისეთივე ძლიერი როგორც თქვენ ხართ. აჰა, კარგი. ეს მართლა კარგი შევაკრება იყო. გენოს, დიახ, რამდენი წლის ხარ? 19. ოთხო უკვე. ახალგაზრდა ხარ. დარწმუნებული ვარ მალე და მაჯობა. საიტამა რამდენისა? მართლა? მე 25-ის ვარ. 25-ის. ვარჯიში 22 წლისამ დავიწყე. აჰა. მზად ვარ შეგასწავლო, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. გაუძლებ? დიახ. ობიექტი უზარმაზარში ჩქარით მოძრაობს. ის უკვე აქაა. რა? უი. ეს საიტამა ჩემი სახელია კიდია. რემონტის ფული გადაიხადე. მისმინე. რა როგორც ჩანს ჩვენი აგენტი კამაკური გააგორეს. როს, მართლა? ტელეპათიით ვეღარ გზნობ. ის ხომ ერთ-ერთი ტელეპათია. სოფიერესია გარეთ კიდევ ორია. ისინი მე მომანდეთ სენსეი. გეყო ცხისი ბინების ლეწვა კარგი იყოს. კარებს რისთვის აკეთებენ აუ, ოჰო სენსეი, ყველაფერი რიგზია კი კაცო. თავი ბამბუკი მგონია შემჩნეულია ენერგიის უზარმაზარი წყარო. უი. კიდევ ერთხელ. კიბორგი. ო, კიბორგი. ნუ თუ შენ ჩვენი სამიზნე არ ხარ. რა ხდება ვერ ხედავ გზა. ნება მომეცი რამოდენიმე შეკითხვა დაგისვა. შენ ახლა ასე ვთქვათ, მაგრად დაგერხა. კარგი ნამუშევარია მიწისქვეშა დრაკონო. სუდი იქნება თუ ჩხუბს ატეხს. სენსეი, ყურადღების გაფანტვას როგორ ბედაო. საკმაოდ მამაცი ხარ. ნუ, ფაქტია, საიტამა და ეს გენოსი ფინალში შეიძლება შემდეგ სერიაში უკვე მაგარი ძმაკაცები იქნებიან. რაღაც სენსეის აღარ დაუძახებს. მაგრამ ახლა ეს მომენტები რა თქმა უნდა. მე ევოლუციის ტაძრის უმაღლესი მიღწევა ვარ. ბრონირებული გორილა. შენი შეტევები ამაოა. ევოლუციის ტაძარი? და ჩემი შესაძლებლად გარასჭირდებათ. შენი საქმე არ არის. ნებისმიერი ვინც ჩვენს გზაზე დადგება, წესისამებრ უნდა გავასაღოთ. შენ უნდა განადგურდე. საიტამა უშუალეს. ეი, კვერცხო, რა სახეებს მიკერავ? კვერცხო. მიწისქვეშ ცივია მაგრამ რაღაცნაირად მსიამოვნებს ლამისაა ჩამეძინოს იქნებ დავიშალოთ. როგორც შანს უნდა მოგარჯულო. მომისმინე, სწორედ ამით ამოგთყვი თვალებს. ვნახოთ როგორ შემეწინა აღმდეგები. ნადირთა მეფე, ასრი ადვილად არავის უშვებს. არც არის საჭირო. გეყო თამაში თუ ბოდიშის მოხდა გინდათ კარგი მომენტია ეგ ნადირთა მეფე. ჩენი ჩამომინგრიეთ კარგი. მაშინ იგრძენი ნადირთა მეფის ჭეშმარიტი ძალა. ჯანდაბა კამარში მიწა ჩამეყარა ეი, მისმენ? მოიცე გავწმინდო მორჩი? ერთსამს მორჩი
შვენიერია, ახლა კი იგრძენი ნადირთა მეფის ჭეშმარიტი ძალა, ლომისებრი დარტყმა. აბა, ლომისებრი დარტყმა. დარტყმა ძლიერია, ოღონდ საიტამასთვის არა. კარგად ხარ გომბეშო? ჩამომეცალეთ, შეეყელებო. ჯუნგლის კანონებს შენ მოეწინა კაი, აღდეგები. გახდია შუაზე. შემდეგი ხარ. შეჭერდი, ჯერ არ მოკლა. ლომისებრი დარტყმა. იცილებს. ისე საიტამას ადგილზე პირდაპირ მივასიბდირებდი. ტიპი ქალაქს გაანადგურებს. სადა და უბრალო დარტყმები. One Punch Man. კაი. ასეთზე არავის გაუფრთხილებილა. ჯობი უკან დავიხიოთ და რაზმი შევკრიბოთ. გაები. ეს რა არის? ისიც მოკლა? საღოლ. ან მიპასუხებ ან მოკვდები. რომელი გირჩევნია? აქ მხოლოდ შენ მოკვდები. უი. სულელო. ძალის მიხედვით ევოლუციის ტაძარში მესამე ვარ. შენი ძალა ნადირთა მეფის გასანადგურებლად, რომელიც მეორეა, საკმარისი არ არის. შენ ნადირთა მეფის გასანადგურებლად. ეს არის მეორე. ალბათ. ალბათ. ძალიან დიდი ბოდიში. ველოდებოდი. უბრალოდ არ მომკლათ. ეს რაღაცა, ის რობოტის ხმას აწავიდა. უკაცრავად, უბრალოდ მინდოდა რომ მაგრად გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, გინდოდა. გახმოვანებული Всё, სუეს იყო. სუეს იყო. როში ხوارია მე. კი, არის. თარგმნა არ უნდა და? კაი. კაი, თენდას. ესე იგი ეს იყო One Punch Man-ი. პირველი სეზონის მეორე სერია. მარტოსული რობოტი, მე მგონი ასე ვქვა. კი. საინტერესო სერია იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად დამთავრდა. დავიწყეთ კოღოთი, დავამთავრეთ იმ არსებებით და როგორც ჩანს, ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს ასეთ ვიღაცები, იმიტომ რომ ტიპს კლონები ყავდა. ტიპს ყავდა კლონები. საინტერესოა. ახლა მაინტერესებს რა მიზნით აკეთებენ ამას, რის მიღწევა უნდათ. და რა როლს შეასრულებს დინოსი, ეს რობოტი ამ ისტორიაში. კარგი იქნება, გამიხარდება თუ ერთად გააგრძელებენ მუშაობას ეგ და საიტამა. ეს პირველ დასაწყისი რა თქმა უნდა საიტამას და კოღოსი მაგარი გადაობა იყო. რავი, ნორმალური ისეთი სერია რა, მეტნაკლებად. სავარაუდოდ შემდეგ სერიაში კიდევ დაამატებენ რამდენიმე პერსონაჟს. ჯერჯერობით, როგორც თქვი, საიტამას მარტივი მოწინააღმდეგე ეხავს და ნახოთ რა სიზნებს და დაინტერესებს რა ვარჯიშებს აკეთებია საიტამა ამისთანაც რომ არაადამიანური ძალა აქვს. ნახოთ, კაი იქნება. და კიდევ მეტი მინდა გავიგო გენოსის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ისტორია მოყვა 5 წუთში. კაი, მაშინ.
ერთად კაი გუნდი იქნება აშკარად. ვატყობ. ეს იყო რაც იყო. დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და გააქტიუროთ ზარისხი ლайკი. მადლობა ყველას. გემშვიდობებით, გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძანდებოდეთ.